თეატრის ფორმატში. ეს გახლავთ ჩვენი პატარა პროექტი ქართული ენისა და ლიტერატურის ფარგლებში, რომელიც შეგვიძლია კლასგარე შეკითხვის გაკვეთილისა და ჩრდილების თეატრის მასტერკლასის მიხედვით. ჯერ წავიკითხეთ დედა, მამა, ბავშვი და საბაგო მანქანა, შემდეგ მეწვიეთ ჩრდილების თეატრს და გადავწყვეტეთ, რომ ეს მხიარული და თბილი ისტორია პატარა თითებით გაგვეცოცხლებინა ეკრანზე. ჩვენ კი გადავწყვეტეთ, მაგრამ ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბავშვების დიდი მონდომებით, მშობლების, დირექციის, მასწავლებლების, ბატონი ედუარდისა და თვით გუდრუბანა გაგრას მხარდაჭერით ყველა სირთულე გადავგავდეთ. ძალიან ვეცადეთ, ბევრი ვიმუშავეთ და იმედია რაღაცა გამოგვივიდა. Deda,
სიცხეში რა დაგვაწინე? მთელი ზაფხული ქალაქში დავიღო. სკოლაში რომ დაბრუნდებით, ყველა გითხავს, სად გავატარეთ ზაფხულის სადარები. ჩვენ კი მოსაყოლი არაფერი გვექნება. რეტავ ჩვენ შეგვეძლო სადრე წასვლა. მე წყალში მინდა თქვენყავაობა წყალში. მოდით ხვალ დილას გავუდგათ გზას. რასი თუ გამყავთ დაედებით მანქანაში? მე მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს. ცემეს პრეზიდენტს გადავახარებ. საჭმელს ხოცას და მომამზადებ.
ძალიან დიდი ძალისხმევა და ძალიან დიდი კულტურა და ძალიან დიდი ესეთი მოთმინება ჭირდება. თქვენ ხართ უმაგრესი ბიჯესელები, ულამაზესი ბიჯესელები და უნიჭიერესები. აუცი რა გითხრათ, ბოლოს მივხვდი რაც იყო, რომ ეთყობა შემდეგი თითების თეატრზე გადავდივარ. ნახოთ, რაღაცა ასე ჩავთვალე, რომ ეს მინიშნება იყო. დიდი მადლობა ჩვენს არაჩვენებრივ მასწავლებლებს. ასე რომ ვუყურებთ, ვინც ოდნავ მაინც არის ჩართული ამაში, ხდება რომ ეს ძალიან დიდი შრომა არის. მინდა რომ განსაკუთრებით მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მასწავლებლებს და ჩვენს არასრულებრივ მუსიკოს თეკო ნიჟარაძეს, რომლის გარეშე რომელიც რაღაცა იდეების გენერატორია და არ ვიცი როგორ შევქმნით ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი შექმნილია, რასაც თქვენ უყურებთ და თქვენი ჩართულობა არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვებო, ჩვენ ერთად ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებთ და აბა გილოცავთ ამ პირველ ძალიან დიდ წარმატებას თეატრალურ თან განსაკუთრებით თეატრალურ სფეროში. დიდი მადლობა. ჩვენი ხათუნა აქ არ არის ახლა, მაგრამ აი ყველა ის რაღაცა პატარა თოჯინები, რომლებიც არ გამოდიოდნენ, ერთად შექმნილია მათი.
მე ძალიან მომწონს, როდესაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ შეიძლება ჩვენ ბევრი რამე გავაკეთოთ, როცა ეს არის ბავშვის ხელით გაკეთებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იცოდეთ, რომ ყოველთვის რაც კი იქნება სკოლიდან გაკეთებული, რაც ხელი აკეთებს, ეს აუცილებლად ბავშვმა უნდა გააკეთოს და უნდა იყოს ისეთი სახით, როგორცაც ეს ბავშვი გააკეთებს. ამიტომ ნუ დაგძახავთ ხოლმე და დიდი მადლობა თქვენ.